მოგესალმებით, მე რო თქვით მარსაბა და არხ კაბაჩრას მოსამი და დღეს ჩვენ ისე როგორც უკვე ტრადიციულად მივდივართ ჩვენს ფერმერობის სამუშაოზე. მაგიტომ მოითავებოთ უკვე ჩვენი ალმასის თოხი. ავიღოთ კარტოფილის სტაფილო და ცოტავადნი ხორბლის წესლები და წავიდეთ უკვე ჩვენს ფერმერობის სამუშაოზე. ფოსტალიონო, გამარჯობა. მე შეგეოდებოდი ზუსტად სანამ გაიღვიძებდი. შეხედე, ახლა ჩვენს სოფელში არის ძალიან ძნელი სიტუაცია. მთავრობამ შეაჩნია სადღაც ჩვენი სოფლის ქვეშ სახიფათო სარდაფი, რომელიც არის გატენილი საშიში ხაბაგებითა და კატაკომბებით. მაგიტომ სოფლის მთავრობამ გასცა ბრძანება, რომ დღეს საღამოს აბსოლუტურად ყველა სოფელმა, აბსოლუტურად ყველა მოთამაშემ უნდა გათხაროს თავის სახლში იატაკი, რადგან არის იმის რისკი, რომ რომელიმე სახლში არის განლაგებული კარი, ზუსტად მაგ კარის შიგნით არის ის სარდაფი. მაგიტომ ყველა სოფელმა და მოთამაშემ უნდა გათხაროს საღამოს იატაკი და თუ რამე შეამჩნია, შეატყობინოს პოლიციას ან სოფლის მერიას. ყველაფერი გაიგე? რა, მე არ გავაფუჭებ იატაკს. შენსა ვიცი რამდენი ხანი ვდგამდი ამ იატაკს? მე ჯერ ვასხამდი აქ ბეტონს, მერე კიდე ვდგავდი ამ ხის დაფებს და რაღაც სარდაფისა და კატაკომბების გამო მე უნდა გავაფუჭო ჩემივე ნაწვალები და თან ალბათობა იმისა, რომ ზუსტად ჩემს სახლის ქვეშ იქნება ის სარდაფი არის ძალიან დაბალი. მოკლედ, მადლობა დიდი რომ შემატყობინე, მაგრამ მე ალბათ არაფერს არ გავთხრი. ნახვამდის, დამთავრდა. მეგორო, გაიგეთ საერთოდ რა მოხდა? რაღაც სარდაფიო, რაღაც კატაკომბებიო და სისულელია მეგორო, მართა რაღაც. იმიტომ, წარმოიგეთ მე რამდენი ხანი ვდგამდი მაგ იატაკს, იქ რამდენს ვშრომობდი და რა იყო ჩემი ნაწვალები, ჩემი გაკეთებული უნდა გავაფუჭო რაღაცა სარდაფის გამო? მართა რაღაც სისულელია. მაგრამ მეგობრებო, ასევე სხვა მხრივ რო შევხედოთ, მან თქვა რომ ყველა სოფლელი ასე ვთქვათ გათხრისო თავისი იატაკის ქვეშ უნდა გათხრას, თან ეს ბრძანება თავად მთავრობამ გამოსცა, ამ სოფლის მთავრობამ. მაგათ მეგობრებო, მე არც კი ვიცი, მაგრამ მართა შანსი ალბათობა იმისა, რომ ზუსტად ჩემს სახლში. წამოდით მეგობრებო, ჩვენ სოფელში არის 10 სახლი კიდე აი ეს ცხოველების ფერმები, აი კიდე გზა ნორმალური და კიდე ჭა. და წარმოგიდგეთ, აი ამდენი მშენებლობის დროს ზუსტად ჩემი სახლის ქვეშ უნდა აღმოჩნდეს ეს სარდაფი. ამის ალბათობა მეგობრებო, მართა ძალიან დაბალია. შეიძლება ვთქვათ, რომ შეუძლებელია. იმიტომ მეგობრებო, მე რასაკვირველია კი დიდი ხანია ჩემი იატაკი არ გამოვცვალე, მაგრამ მე როდესაც მე ვდგამდი მაგ იატაკს, მაგ ხის დაფებს ხომ, არასდროს არავითარი სარდაფი არც კი მინახავს. მოგეთ მეგობრებო, მოით უკვე წავიდეთ იმ შემდეგ ფერმებთან, ეს ბოლო ფერმებია, მაგრამ მეგობრებო, ამასთან ერთად მე არც კი ვიცი, ისე გითხრათ, გავთხარო თუ არა, ანუ ამ პოსტალიონმა, ამ სოფლმა მithom ყველა გათხრის, ანუ აბსოლუტურად ყველა, თან ეს მთავრობის ბრძანებაა, მაგრამ ჯანდაბა, ჩემივე ფულით, ჩემივე ნაშრომები უნდა გავაფუჭო ამ რაღაც სარდაფის გამო, რომელიც შეიძლება საერთოდ არც კი იყოს მანდ. კაი. მეგობრებო, ჯერჯერობით უნდა დავფიქრდე საღამომდე ჯერ კიდე, არც კი ვიტყოდიო დიდი ხანია, მაგრამ რამოდენიმე საათი მაქვს დარჩენილი. მაგ რამოდენიმე საათამდე მე გადავწყვიტავ რა ვქნა. შესაძლებელია მართლა გავთხრი და ასე ვთქვათ, არ ვიცი, დავამტკიცებ იმას, რომ არავითარი სარდაფი არც კი არის. შესაძლებელია მეგობრებო, შესაძლებელია საერთოდ არც კი არის ჩვენ სოფელში არავითარი სარდაფი და შესაძლოა რაღაც შეეშალათ ამ ჩვენს სოფლის მთავრობას. აკეთ კაი, ოკეი. გავიგებთ ამას საღამოს და საღამოს პრინციპში ვნახავთ ამ ყველაფერს ტაქს. პრინციპში მე უკვე ჩემს სამუშაოს მოვჭიწავ უკვე ცოტა ხანი ჩემს სახლში, არ ვიცი, შეიძლება კომპიუტერთან ვიჯდები საღამომდე. რა მეგობრებო, შეხედეთ, ეს პოსტალიონი კიდე ჩემს სახლთან დგას. რა უნდა საერთოდ, რატო არ წავიდეთ აქ? ოკეი მეგობრებო, მოით შევიდეთ უკვე ჩვენს სახლში, ჩავდოთ ეს ყველაფერი ჩვენს ოჩი და ასე ვთქვათ, დაველოდოს საღამოს. Так, მეგობრებო, მოკეთ უკვე ჩავდე კამერა, იმიტომ შეხედეთ უკვე მართლა შეხედეთ უკვე საღამოა და სერიოზულად მეგობრებო, შეხედეთ,
ეს პოსტალიონი საერთოდ ნორმალურია? რას გას ამდენი ხანი ჩემი სახლის კარებთან, რა უნდა ჩემგან? გონი მეგობრებო ელოდება, სანამ მე გამოვთხრე მაგ იატაკს. ნუ მეგობრებო მოგეთ შეხედეთ უკვე დაბნელდა უკვე ხო უკვე საღამოს 9 საათია და თვარიც კი უკვე ამოდის. მეგობრებო მოგეთ მე გადავწყვიტე, ოკეი, უფრო კარგია მართლა შევამოწმო. მაინც ჩემი ასე ვთქვათ უსაფრთხოებისთვის რომ დავიცვა თავი, მაგრამ მე ძალიან მეჭვება რომ რამე მაინც ვნახო ჩემს სახლში და გოგი მოით მეგობრებო ჯერჯერობით საწოლს არ შევახოთქელი ჯერჯერობით მოით გავთხოვოთ აქ იატაკი так მოით მეგობრებო ახლა საწოლთანაც ასე და რა და საათ მეგობრებო და გოგი მეგობრებო ძნელია მეგობრებო თან შეხედეთ როგორ მეწოდება ჩემი იატაკი ჩემი ნაწვალები და კიდე მეგობრებო მოიცა და საათ და როგორ მეგობრებო ვერ ხვდები შეხედეთ უკვე ნახევარი იატაკის შეიძლება ვთქვათ გამოთხარი და რა საათ მეგობრებო მგონი მართლა არც კი არაფერი არ არის ჩემი იატაკის ქვეშ კაი მოით მეგობრებო მგონი ტყუილას საერთოდ ეხლა ჩემს იატაკს უკვე მეგობრებო დავიღალეთ თანაც და რა და საათ უკვე ჩემი იატაკი ასე ვთქვათ ნახავთ უკვე გავაცარიელე так მეგობრებო მოით კიდე და ვთქვათ სკამი არ დაიცეს ასე ვთქვათ так ოპა მეგობრებო ვერ ხვდები რა ხდება ერთოს სოფ აქ რაღაც ნახურეტია так მეგობრებო მოით უფრო კარგია გაგიჟება მეგობრებო მარტა კარი так სტოპ ეს ხომ არ ნახა так სტოპ და ეს პოსტალიონი კიდე დგას აქ მეგობრებო ჩუმად ერთოს მეგობრებო სტოპ რეალურად მე ბოლო მომენტამდე მე მგონა რომ ეს ყველაფერი ტყუილია და ჩემი სახლის ქვეშ არაფერი არ არის სტოპ მეგობრებო ერთს პოლიცია მან მithხოვა პოლიციას დაურეკოთ აქ სტოპ ერთს მეგობრებო მოით უფრო კარგია ჯერჯერობით პოლიციას არ დაურეკოთ ჯერჯერობით ჩვენ თვითონ ასე ვთქვათ გავიგოთ რა არის ეს так მეგობრებო რაღაც ყველაფერი არ მოწონს მოით ერთს კირას ავიღებ და ნაჯახს დავდებ თავის ადგილას так მეგობრებო მოით უკვე ავიღოთ ეს წერაქვი აი ფეხი მეგობრებო შემთხვევით ჩავარდი აქ так მეგობრებო რაღაცას ვხედავ იქ რაღაც შეიძლება ვთქვათ შესასვლელი так მოით მეგობრებო გამოდივართ ეს ძალიან ბნელა იქ так მეგობრებო ეს ნამდვილი მეგობრებო რკინის კარია ვის ისტის საიდან და როგორ აღმოჩნდა ჩემი სახლის იატაკში მეგობრებო ძლივს так მოით მეგობრებო ჯერჯერობით ეს ყველაფერი так ერთ საწოლი შეიძლება დაებრეხოს მოით პროგია ცოტა მაინც შევაკეთოთ ჩვენი იატაკი ჩავდოთ ეს ყველა ბლოკი აქ так წერაქვიც პრინციპში ჩავდოთ такს და კარის ჯერჯერობით აქ ჩავდოთ ოკეი და მოით შევიდეთ აბა იქ რა ხდება აბა так რაღაც შესასვლელია და არა ჩანდება რა მოხდა მეგობრებო ავდგე რა ჩანდება სტოპ სად ვარ ჰეი სტოპ მეგობრებო ჩანდება რაღაც ნახურეთში რაღაც ორმოში ჩავარდი ბოლო რაც მახსოვს იმ საშინაო სარდაფში შევედი და მეგობრებო ტელეფონი ეს შემიძლია დავრეკო და ჩანდება მეგობრებო ეკრანი გაუტყდა და რისთვის ჭირდება ეს ტელეფონი ახლა წადი ჯანდაბაში ჰეი ჩანდება რომელი სიმაღლიდან ჩავარდი ვინმე ჩანდება მეგობრებო რაღაც სარდაფში ჩამოვარდი რა ხდება აქ მეგობრებო შეხედეთ რამდენი სისხლი რამდენი თავი მგონი მეგობრებო ეს კურიერი ეს სოფლი მართავს მეუბნებოდა ტყუილა ჩამოვედი საერთოდ აქ რისთვის შევედი ამ საშინელ კარში მეგობრებო დაიმახსოვრეთ თუ თქვენ სოფელში თქვენ სახლის ქვეშ ნახეთ ასეთი კარი არასდროს არ გააღოთ და არასდროს არ შეხვიდეთ ეგრევე გამოიძახეთ ან პოლიცია ან შეატყობინეთ სოფლის მერიას აი მე მეგობრებო დებილი ვარ და ახლა რაღაც საშინელ სარდაფში შემოვედი ეს საერთოდ რა არის რაღაც დიდი ტერიტორია მეგობრებო შეხედეთ რამდენი სხეული რამდენი თავია
გაგიჟება რამდენი სისხლი მთელი ატაკის სისხლში შეხედეთ მეგობრებო ჩამოკიდებული თავები რაღაც ხეულები აქ ჩონჩხი მეგობრებო შეხედეთ თითქოს რამოდენიმე ათეული ასეული წლები აქ გდიან так მეგობრებო სადღაც უნდა წავიდეთ მაგრამ ჯანდაბარი ისთვის არც წერა ქვი არც არაფერი არც ნაჯახი არც არაფერი არ მაქვს თან ყველაფერი დავტოვე სახლში так მეგობრებო აქ რაღაც ნათურებია თითქოს მეგობრებო რამოდენიმე წუთის რამოდენიმე საათის წინ ვიღაცა აქ იყო так მეგობრებო აქ კიდე რაღაც შესასვლელია так მეგობრებო და ჯანდაბა ფუ მეგობრებო ეს იგივე თავი მეთქი აქ ვიღაცა დგას ჯანდაბა მაგრამ რატო დგას ეს ასე სადაც შეხედეთ მეგობრებო ყველა აი ამ ოთახშია და ეს ერთ-ერთი აქ კიდია так მეგობრებო ნუ აქ არაფერი არც კი არის და აქ ყველაფერი ღობეებით არის ასე ვთქვათ ჩამალული так მეგობრებო რაღაც სანთელი მოეთ მეგობრებო ფრკაკი ამ სანთელს ავიღებ თან შესაძლოა ეგ დამჭირდეს დაგს და რა არის აქ დაგწობებს რაღაც მეგობრებო შეხედეთ რა საშინელი კიბეებია ნუ რა მეგობრებო წავიდეთ თუ არა ნუ პრინციპში სხვა გზა არც კი მაქვს მოით მეგობრებო ავიღოთ ახლა ეს სანთელი და ფრთხილად ჩავიდეთ ახლა აბა ამ საშიშ კიბეებს საერთოდ როგორ აღმოჩნდა ასეთი კატაკომბები ჩემი სახლის ქვეშ სტოპ მეგობრებო ვერ გავიგეთ რა სინათლეა იქ ისევ რაღაც სანთლები так მეგობრებო ჯანდაბა არც კი არაფერი არ მაქვს რომ ერთ-ერთი ტელეფონი კაი ოკეი თუმცა ეს ტელეფონი ისაც დამემტვრა და ამ ტელეფონს სახეში მიიღებს ის ვინც შემხვდება так მეგობრებო ფრთხილად და так მეგობრებო ჯერჯერობით არავინ არაა так მეგობრებო ეს ჯიბეში ჩავიდებ ამ ტელეფონს და გაგიჟება რა სისულელეა რა ხდება ისეთი მეგობრებო სისულელეა რაღაც ლავა კიდე აქ მეგობრებო так არც კი ვიცი მეგობრებო რა ვქნა ჩემი ერთ ყველაზე კარგი იდეა რომ ახლა წავიდეთ უბრალოდ უკან და რაღაცნაირად მოახერხოთ და რამე კობლსტოუნი ან და მე ეს ქვები რომ გავტეხოთ ხო მეგობრებო მარტა დაბრუნდეთ უფრო კარგია და ეს სანთელი უფრო კარგია ასე მექნება თუ ამე ყველაფერს გავანათებ საერთოდ არც კი არაფერი ვერც კი ვერაფერს ვერ ხედავ უფრო კარგია მარტა მეგობრებო სანთელზე აბალ და იქ რა